ლიტველი ბიზნესმენები ზესტაფონში. გაგრძელდება თუ არა საქმიანი ურთიერთობა ორ დამეგობრებულ ქალაქს ტაურაგესა და ზესტაფონს შორის და განახორციელებენ თუ არა ისინი ინვესტიციებს საქართველოში, ეს მათი ვიზიტის ფარგლებში გახდება ცნობილი. მანამდე სტუმრები თავად გაეცნობიან ბიზნეს გარემოს და შეხვდებიან შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებს. პირველი შეხვედრა ბიზნესმენებმა ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს. ჩამოსულები არიან ქალაქ ტაურაგედან ხუთკაციანი ჯგუფი, ესენი ძირითადად ბიზნესმენები არიან, რომლებიც ჩვენთან საქართველოში მოიკვლევენ თავიანთ შესაფერის სფეროს, თუ რომელ სფეროში ჯობია მათმა ინვესტიცია ჩადონ, ინფორმაციის თვალსაზრისით არიან ახლა ჩამოსული. შეხვედრა გქონდა დღეს ჩვენ ბიზნესმენებს შეხვდებიან, თავის სფეროს მიხედვით დაინტერესება გამოიჩინეს მათმა, ეს ძირითადად არის მეღვინეობა, არის მრეწველობა, სხვადასხვა დარგები, ნახოთ მიმდინარეობს ინფორმაციების გაცვლა, ესენი ეცნობიან ჯერ ზესტაფონს, ერთი კვირის განმავლობაში იქნებიან აქ, თითქმის ყველა ქალაქს გაეცნობიან იმ დარგებს, რომელ დარგებშიდაც შემდეგ ალბათ ინვესტიციებს ჩადებენ და ასე რომ საქმე დაიძრა ადგილიდან. გადახედავენ აქაურ ქარხნებს, აქაურ გარემოებებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რა შეიძლება გააკეთონ, რა შეიძლება ჩადონ ინვესტიცია. ეს გამოადგება როგორც ჩვენ მხარეს, ასევე მათაც, ასე რომ უკვე მიდის დათვალიერება სხვადასხვა ობიექტების, სხვადასხვა ადგილების, ნახულობენ, ესაუბრებიან ხალხს, ესაუბრებიან მეწარმეებს და ჩვენ ველით რომ რაღაც შედეგი აქედან იქნება. Мы только сегодня приехали, только сегодня спустились, и только сейчас наш первый визит. Вот сейчас мы поедем по заводам, будем встречаться с местными предпринимателями. И я думаю, через 2-3 дня было бы пояснее. Сейчас ничего сказать. Мы очень дружески относимся к вашему городу, потому что и от вас бывают гости к нам, и хотим сделать какие-то такие связи, которые поддержат нашу дружбу не только на уровне дружбы, а на уровне еще и деловых каких-то отношений. ლიტვის ქალაქ ტაურაგესა და ზესტაფონს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა. ზესტაფონში სტუმრად მყოფ ლიტველ ბიზნესმენებს კულტურისა და შემოქმედების ცენტრმა უმასპინძლა. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა სცენაზე ქართული ხალხური ფოლკლორი წარმოადგინა. საკონცერტო პროგრამაში ლირიული სიმღერებიც იყო ჩასმული. მუსიკალურ საღამომდე ლიტველმა სტუმრებმა ზესტაფონის ღირსშესანიშნავი ადგილებიც დაათვალიერეს. კულტურის ცენტრი ჩაერთო აი ამ ღონისძიებაში და სტუმრებს დღეს თავაზობთ ქართულ ხალხურ ფოლკლორს კონცერტის სახით. ჩვენ შემოქმედებას ზესტაფონის შემოქმედებას ქართულ ხალხურ სიმღერებს, ცეკვებს და ასევე ლირიული სიმღერებიც იქნება, რა თქმა უნდა. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩამობრძანდნენ ლიტველები. ჩვენ ძალიან მოგწონს ისინი, რომ ჩამობრძანდნენ და ჩვენ შეუსრულებთ მათ ქართულ ცეკვას, ხანჯლურს და მხედრულს და ასევე ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით, თუ ისევ ჩამობრძანდებიათ და ჩვენი სტუმრობასპინძლობით გავუმასპინძლებით. მოხარული ვარ, რომ ლატვიელი სტუმრები გვესტუმრენ ჩვენ გავაცნობთ ქართულ ხალხურ ცეკვებს, მხედრულს და ხანჯლურს და გაგვიხარდება კიდევ და ძალიან მოსაწონი იქნება, თუ ისინი შემდეგში კიდევ გვეწვევიან. ქართულ ფოლკლორთან ერთად სტუმრების პატივსაცემად სცენაზე ლიტვური სიმღერაც შესრულდა. პირველად როცა ჩამობრძანდნენ, მაშინაც შევასრულებთ ლიტვური სიმღერა და ეხლა სიმბოლურად ლიტვურ სიმღერა შევასრულებთ. როგორც ვიცი, სიყვარულის თემაზეა სიმღერა. და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მეორედ გვეწვივნენ ბიზნესმენთა კოლეგია. ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის საფეხბურთო კლუბმა ზესტაფონმა წარმატებულად დაიწყო. პირველი ტურის შეხვედრაში ფოთის კოლხეთი კლუბმა დიდი უპირატესობით 4-0 დაამარცხა. შეხვედრა ზესტაფონსა და კოლხეთს შორის დავით აბაშიძეზე უნდა გამართულიყო, თუმცა სტადიონზე არსებული თოვლის საფარის გამო მატჩი სტადიონ ფაზისზე გაიმართა. ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე მე-6 წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გახსნა. მეორე ტაიმში კი მარგველები ჯაბა დვალმა დააწინაურა. 71 წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა შეძლო
სამშობლო დუბლი გაეფორმებინა. 95 წუთზე კი რატიტინა მზრუშულმა უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახადა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. საქართველოს 23-მე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი 16 მარტს შინ გამართავს. კლუბი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ტორბეტოს დაუპირისპირდება.